უამინდობამ პრობლემების შექმნა კახეთში ინტენსიური წვიმის შედეგად რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა საქარმე და მონაკვეთები. რთული ვითარება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაუზიანდა, დაიტბორა მათი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სტიქიის ზონაში ჩავიდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ასევე ლაგოდეხის მერი. ფინმა გაანადგურა ყველაფერი, მამის სოსო ყველაფერი, ბადრიჟანი, კიტრი, პამიდორი, არაფერი არ დამიტოვა რა, სრიანად დატბორია ყველაფერი. სუცინიზაციის გაგოდუღევლათა და ჩაგუბდა წყალი ვეღარ გაატარა არხება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვან ალექმა და ადიდებულმა მდინარეებმა შექმნეს პრობლემა კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან 6 მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებული იყო პრობლემათა რაოდენობა გურჯაანი, ლაგოდეხი და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ყველა პრობლემის საქმის კურსში ვართ, იქ სადაც შეიძლება და მყისიერი რეაგირება ჩართული ვართ და ვახორციელებთ ამ სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს, სადაც წყლის დონე არ გვაძლევდა აღნიშნული საშუალებას, როგორც კი დაიკლებს წყლის დონე, ჩვენ შევაფასებთ აუცილებლად მოცემულობას და მხოლოდ ამის შემდეგ დავიგეგმებით როგორც სალიკვიდაციო, ისე შემდგომ საპრევენციო სამუშაოებს. გადაუგებელი წვიმების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებში, სოფელ ჭიაურში, ლელიანში, აფენისა და ჭიაურის თემში. შესაბამისად პრობლემებია სანიაღური არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს, გაჯერებულია მიწის ნიადაგით წყლის მასით, მიმდინარეობს სამუშაოები როგორც მუნიციპალური ტექნიკის, ასევე სამაშველო ეკიპაჟებიც მუშაობენ და ამ დღის მდგომარეობით რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს.